შესრულების შემდეგ კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძე მომხრივი შეთანხმების შესახებ მოკლე ინფორმაცია გააჟღერა, თუმცა ვრცელი კომენტარი შენების მოლაპარაკებებში მეთიუ ბრაიზას მონაწილეობის შესახებ გააკეთა. ამ დღეებში შედგება შეხვედრა ჟენევაში, მოლაპარაკებების ბორიდი რაუნდი, სადაც ბატონ ბრაიზას მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ დეტალურად ვისჯელებთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ ჟენევის პროცესს, რაც ველოდებით ჟენევის პროცესიდან და კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკაც და სტრატეგიაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ვეღარ ვარ აღნიშნო, რომ ამ საკითხში და ამ სფეროში ჩვენ გვაქვს პოზიციების სრული გახვედრა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. შეხვედრების დასრულების შემდეგ თვის ბოლოს მეთიუ ბრაიზამ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ საქართველო იქნება დემოკრატიული და უსაფრთხო, რაც კარგი იქნება როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ისე რუსეთისთვის. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას, ბრაიზამ დღეს დეტალები არ დააკონკრეტა. საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მდგომარეობის გარკვევის მიზნით პარლამენტში დახურული სხდომის გამართვას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა წყალზოგ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვებხვაძემ დააყენა. ლევან ვებხვაძემ მაგალითად ხელვაჩაულში გამართულ არჩევნებზე სამხედროების გარკვეული ნაწილის მიერ კომუნისტური პარტიისთვის ხმის მიცემის ფაქტი მოიყვანა და აღნიშნული ტენდენციის გამო შეშფოთება გამოთქვა. გარდა ამისა, ვებხვაძემ დღეს საბჭოთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომებზე დაუსწრებლობის გამო უსაყვედურა. საბჭოთა და უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ გინთარგმნელს ბატონ მიხეილი ალბათ თქვენ გამირჩევით ტექნიკის დამყარების და სამწუხაროდ რადგან პარლამენტში ვარ ძალიან იშვიათად ხედავთ ხოლმე ბატონ პარლამენტის სტომათა დარბაზში და გარანტულია რომ ნორმალური იყოს ტექნიკის ქვეყანაში სადაც ჩვენ ვარ როგორც რანგლომარებას ჩვენ ვარ ჩვენ გვაჩნია რომ რაც მოხდა ხელვაჩეულში ერთ-ერთ სამხედრო უბანში როცა 1200 ჯარისკაცი და 350 ხმა მისცა მამაშვილ გიორგაძეების ერთიან კომუნისტურ პარტიას. ეს არის სულწირე ამ ხელისუფლებითი გამაფიქრებელი ტენდენცია. საქართველოში რომ ეკონომიკური კრიზისია, ფაქტი ქართულ კანონმდებლებში კამაც არ იცავს. განსხვავებული აზრი მათ ამ კრიზისის გამოწვეულ მიზეზებია. ერთადერთი სადაო თემა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კრიზისზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება. ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკურ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის განცხადებით იმ დროს, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი პიკს აღწევს, აღნიშნა, რომ მთავრობას კრიზისის დასაძლევი არანაირი გეგმა არ გააჩნია. თარგამაძემ ამის დასამტკიცებლად პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებები გაიხსენა. აქამდე ყოველს ვეგონა, რომ რაიმე გეგმა ამ კრიზისიდან გამოსავლის არსებობს. ახალია ეჭვები ოპოზიციაში არსებობდა, რომ სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, სწორედ ამით ხელმძღვანელობით, როდესაც ბატონმა გურავმა ჩვენი სახელით დააყენა ინიციატივა მოგვეწია მთავრობა და გაგვიყვო საერთოდ რა ფიქრობდნენ ამ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ანტიკრიზისული ეკონომიკური კრიზისიდან თავდასხმევა და ასე შემდეგ. უშინ გავიგეთ, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი პარალელურად ქვეყანაში სახელმწიფო კრიზისია. ისინი ძლიან, რომ მთავარი პრობლემები სწორედ სახელმწიფო მართვის სისტემაში არსებობს. დეპუტატმა ჯონი ბაღათურიამ დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ თუ ქვეყანაში კრიზისის შესამცირებლად საგანგებო ზომები მიღებული არ იქნება, უმუშევართა რაოდენობას კიდევ 100,000-ზე მეტი ადამიანი დაემატება. 1 მილიონი ოფიციალურად მონაწილეობს სიგარეტის გვარს მიღმა პროგრამაში. ერთი თვია ვიზაკი ამას დაემატება 100,000 კაცი. 100,000 ოჯახი. სამწუხაროდ საქართველოში არამარტო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია, არამედ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს სახელმწიფო მართვაში პრობლემები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს სახელმწიფო კრიზისი. ოპოზიციის პრეტენზიებს არ იზიარებს უმრავლესობა მმართველი გუნდისთვის ხელისუფლების ეკონომიკურ მოქმედებასთან დაკავშირებული ბრალდებები მიუღებელია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე დღეს 10 წუთის განმავლობაში ხელისუფლების მიერ წინ გადადგმული ნაბიჯების ჩამოსვლას ცდილობდა. თუმცა არსებობს თუ არა კრიზისის დასაძლევი კონკრეტული სახელისუფლებო გეგმა პალიკო ყუბლაშვილს არ უხსენებია. უმრავლესობა ირწმუნება, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური უკუსლებს საქართველოს ვერც ვერ აუღის. ისაც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ხდება. ის შემოთავაზებები, რაც მოდის სწორედ მთავრობიდან, არის იმის გამოდაქმნილი, რომ მთავრობა კარგად აცნობიერებს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება იყოს ეკონომიკაში. სხვა შემთხვევაში არანაირად არ იქნებოდა წარმოქმნილი ესეთი რადიკალური გაწევა საშემოთავაზო გადასახადში. სხვა შემთხვევაში ბიუჯეტის სიცოცხლეები არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ეს გვაქვს. სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა სოციალური მიმართულებები ბიუჯეტზე უფრო გაზრდილი ხარჯები, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმ მოსახლეობას, რომელიც განსაკუთრებით სიგარეტის პირობებში ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ოკუპაციის ფონდზე საქართველოს მიიღო ეს ეკონომიკური დახმარება, რომელიც ეხლა ეს დახმარება ამ ეკონომიკური კრიზისის გასაძლევად.
მაგრამ მიუხედავად ამისა, შემონება ჩვენი ბიუჯეტი მაინც განვითარების ბიუჯეტია. ჩვენ ეს მოგწოდოთ, არ მოგწოდოთ, მაგრამ ამ ბიუჯეტში მაინც არის ზრდა მინიმალური, მაგრამ მაინც არის და პენსიები. როდის წარუდგენს მთავრობა პარლამენტს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევ დოკუმენტურ პროგრამას ჯერჯერობით უცნობია. მთავრობამ პრეზიდენტისგან დავალება კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად გუშინ მიიღო. ჯოზეფ კეის ებრაელი ადვოკატის სვით ბარაკის განცხადებით ბადრი პატრაკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ჯოზეფ კეის ყოფილ მეუღლეს ჯოზეფ კეის წინააღმდეგ სიჩვენების მიცემის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. ადვოკატის მტკიცებით ინა გუდავაძემ კეის ყოფილ მეუღლეს ესთერ მაიმუს შესთავაზა, რომ გიბლარტალის სასამართლოში ჯოზეფ კეის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც მას 35,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა. აღნიშნული თანხა ესთერ მაიმუნმა ნანა პატრაკაციშვილის საბანკო ანგარიშიდან მიიღო. ეს უკვე საჯარო ჩვენება იყო ამ ჩვენება მიცემული საზოგადოებისთვის, გარკვეულად სპეციფიკის პოლიტიკური წრეებისთვის, ამას გარკვეულად ალბათ PR ჩვენება შეიძლება პირობითად ითხოვოს. ყველა ჩვენებაში, რაც ბატონ ჯავახიშვილს მიცემული აქვს აღნიშნულ სასამართლოებთან და აღნიშნულ თავებთან, ის მიუთითებს ეწოლაზე მხოლოდ და მხოლოდ გახორციელებულ ჩვენებაში. კერძოდ, როდესაც ის საუბრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა ჯავახიშვილმა დაასრულა აქტივის გადაფორმების პროცესი ბატონ კეიზე და ღამის საათებში ის შეთანხმებად წავიდა ბატონ კეისთან აეროპორტში, მოხდა მისი იძულებით მიყვანა ძალოვან სტრუქტურაში, ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში, სადაც მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეწოლის შედეგად დააწერინეს დამხადება იმ მედიას, საერთაშორისო მედიას სამეთვალყურეო ხარჯებიდან გადადგომის ყოველს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ცილისწამებლურ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის წევრების თქმით, ხელისუფლება ტელევიზიების საშუალებით მოსახლეობის თვალში არასამთავრობო ორგანიზაციების დაწმინებას ცდილობს და ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ჯაშუსად აწყდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ხელისუფლება კონფლიქტის რეგიონებში არასამთავრობოების დიპლომატიური მუშაობის შეჩერებას ცდილობს. გავრცელდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელზე, ქალბატონ ლერას ხოვრებულაზე, რომელიც მოღვაწეობს ფინოლის რეგიონში, რომელიც არის აგენტი, შპიონი და ეს იყო ესეც ხმური გაცხადებული ტელევიზიებით, თუმცა რაიმე არგუმენტი ამისა ბუნებრივია, არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება ამისა ხელისუფლებას არ შეგვიძლია წარედგინა. გუშინელი სიუჟეტი ჩვენი შეფასებით არის ის ცდილობა, რომ სახელმწიფო დიპლომატიასთან ერთად დასამარდეს სახალხო დიპლომატია, რომელშიც ჩვენ და ჩვენი კოლეგები, უამრავი ჩვენი კოლეგა, ფლობის მანძილზე ცდილობს დღესაც და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მცდელობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს სასამართლო სისტემის კვლევის შედეგები წარმოადგინა. ყუბაშვილის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით სასამართლოს მომსახურებით მოქალაქეთა და ადვოკატთა კმაყოფილების დონე ყველა ფაქტორის გათვალისწინებით 54.6%-ით განისაზღვრება. ყუბაშვილის თქმით, მომხმარებელთა უმრავლესობის ნდობა სასამართლოს მიმართ სასამართლო პროცესების შედეგები და სასამართლო რეფორმით არის განპირობებული. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასამართლოს საქმიანობით მოქალაქეთა და ადვოკატთა კმაყოფილების დონე და ისინი გადაეცათ საფრთხეს ამ საქმიანობას მათი 54%. ეს არის ძალიან კარგი შედეგი, საკმაოდ კარგი შედეგი, იგი ასახავს რეალურად ბოლოს წლებში სასამართლო რეფორმის შედეგად განხორციელებული და გამოგვეცებულ სიტუაციას. თუმცა ჩვენ სულად ყოფილი ნამდვილად არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი კიდევ უფრო მეტად სამართლიანი და ობიექტური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ბატონი კუდაშვილის მიერ დასაკეთებული განცხადება. ეს არის დარჩენა საზოგადოებისა, იმ საზოგადოებისა, რომელმაც საკუთარ თავზე იჭმია ბოლო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს ხელისუფლებაზე დამოკიდებული და პოლიტიზირებული სასამართლო. დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა იმდენად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, როგორც არასდროს არ ყოფილა ეს წინა წლებში. დღეს საქართველოს სასამართლო სისტემას ახასიათებს ყველაზე მეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები,
ჩვეულებრივ საქმეებზე, უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები, საპროცესო შეთანხმებები, რომელთა დადებითი მიზანი არა ის, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდეს, არამედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა იქნეს